ნორმალურად, მე ვთვლი ნორმალური კონცერტია, მე ძალიან მომწონს. გამოიყურებოდნენ უფრო სექსუალურად, მე ვფიქრობ ძალიან მაღალ დონეზე. თვალში უსიამოვნოდ მოხვდა საყურისთვის გახრეტილი ჭიპის ირგვლივ გაშვებული თმა. დათო გომართელს გოგონების ბეწვის საფარველი არ შეუმჩნევია. უკრაინელი გოგონებით დაკომპლექტებულმა და რუსულ შოუ ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ჯგუფად აღიარებულმა ვიაგრამ თბილისელებს იმედი გაუცრუა. თავად გოგონებს საქართველოდან ყველაზე ტკბილ მოგონებად ხაჭაპური მწვადი და ღვინო გაყვათ. ოღონდ დილით მირთმეულ ბატკანს თანამედროვე ქართულ ფოლკლორში ფრთიან გამოთქმად დამკვირვებული გაგრძელება არ მოჰყოლია. თბილისის აეროპორტის VIP გამოსასვლელიდან ვიაგრა გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოვიდა, რომლის ბიჭებსაც სტუმრების მოლოდინის საწინააღმდეგოდ გადარეული ფანების მოგერიება არ დასჭირვებიათ. გოგონები დიდი კორტეჟით მიაცილეს სასტუმროში, სადაც მათ დასვენების საშუალება მისცეს, ასადილეს და პრესკონფერენცია გაუმართეს. ხაჭაპურითა და მწვადებით აღფრთოვანებული უკრაინელი მომღერლები კონცერტზე მოსულ სტუმრებს ქართულად მიესალმნენ. შემდეგ თავიანთი ცნობილი ჰიტების შესრულება დაიწყეს მათთვის დამახასიათებელი სექსუალური მოძრაობებით. ვიაგრას წევრების ძირითადი ღირსებების რაც შეიძლება ახლოდან გადაღებას რომ ცდილობდით, თვალში უსიამოვნოდ მოხვდა საყურისთვის გახრეტილი ჭიპის ირგვლივ გაშვებული თმა. დათო გომართელს გოგონების ბეწვის საფარველი არ შეუმჩნევია, სამაგიეროდ სხვა შენიშვნა გამოთქვა. ცოტა წესრიგი რო იყოს უკეთესი იქნებოდა, ცოტა ორგანიზებულად არ არის ისე როგორც ალბათ უნდა იყოს. გაცილებით ლოიალური გამოდგა კახიკალაძე. რავი, ახლა ნორმალურად, მე ვთვლი ნორმალური კონცერტია, მე ძალიან მომწონს. გოგოებს რაც შეეხება, ამაზი მანდილოსნები არიან, ჩემი მეგობრები არიან და მე მოხარული ვარო თბილისში ჩამოვიდე. გოგოების თავარი ის რაც არის, რომ გამოიყურებოდნენ უფრო სექსუალურად, მე ვფიქრობ ძალიან მაღალ დონეზე. სალიკო ბერგერს ვიაგრას წევრებმა იმედი გაუცრუეს. ისე ბარდა ეკრანზე ბევრად უკეთესები ჩანან და ისე მინდა გითხრა რომ ჩემი ამხანაგები აქაურები ბევრად ჯობიან მაგათ. და ისე კონცერტი რა სიმღერები რაც ვიცოდით იმაზე უკეთესი ჩანს ვიდრე მეგონა. მაგრამ უკეთესი ქალებიც გვეგონა რომ იქნებოდნენ ვიაგრა. სალიკოს მიერ დაწუნებულმა გოგონებმა რუსულთან ერთად უკრაინული სიმღერებით შეასრულეს და ვალმოხტილები დაბრუნდნენ კიევში.